სოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე კი საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის ფასი კიდევ 5.20 თეთრით, დიზელის კი 15.32 თეთრით გაიზარდა. გალფის ქსელში საწვავის ღირებულება ერთ კვირიან ჭრილში 20.32 თეთრით არის გაძვირებული. ვისოლის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლო ერთი კვირის ჭრილში საწვავის ტიპის მიხედვით 18.30 თეთრით შეიცვალა. სოკარის გასამართი სადგურების ქსელში კი საწვავის ფასი ბოლოს დღეს შეიცვალა. 11 მარტის შემდეგ საწვავის სოკარში 8.12 თეთრით არის გაძვირებული. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, მცირედი კლების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება. ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობი 42%-ით $94-მდე არის გაძვირებული. თვიურ ჭილში 50%-იანი მატება ბრენტის ტიპის ნავთობზე, რომლის ფასი ბარელზე $110 აღწევს. რეკორდულადაა გაძვირებული რუსული ურალსი, რომლის ფასიც ბარელზე $104 აჭარბებს. ბოლო ერთ თვეში ურალსი 77%-ით არის გაძვირებული. $96 ივაჭრება WTI. როგორია მოლოდინები გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასთან მიმართებაში და უნდა ველოდეთ თუ არა საქართველოში საწვავის მორი გაძვირება სტუმართან სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას გენერალურ დირექტორთან ზაალ იაკობიძეს საერთოდ ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო ზაალ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. როგორც ნახეთ გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს უკვე გადმოეცა საქართველოს ბაზარსაც და საკუთ მკვეთრად არის როგორც ბენზინის ტიპის საწვავი, ასევე დიზელი გაძვირებული. თქვენი შეფასებით და მოლოდინით არის თუ არა ეს სრული ასახვა არსებული ნავთობის ფასების უკვე ადგილობრივ ბაზარზე თუ მოსაოდნელი რომ კიდევ ველოდოთ საქართველოში საწვავის გაძვირებას? სამწუხაროდ მოლოდინი არ არის მაინც სახარბიელო და საციხარულო, იმიტომ რომ ის რაც უკვე მოცემულობა გვაქვს, ანუ ფასების გაძვირება მსოფლიო ბაზარზე, მთელი მასშტაბით საქართველოს ბაზარზე ჯერჯერობით არ არის ასახული. ამის მიზეზი ის არის, რომ გარკვეული ნაშთები იყო ქვეყანაში, სხვადასხვა კომპანიებს ჰქონდათ ის ნაშთები და ეს ნაშთები ბუნებრივად იწურება. ეხლა ახალი საწვავის შეკვეთა ძალიან ის არის პრობლემატურია იმ კუთხით, რომ ერთი რომ თქვენ ბრძანეთ რუსეთმა დიდი ალბათობით შეიძლება შეზღუდოს ექსპორტი საქართველოს მიმართულებით და მეორე ისეთი ნიშნულს მიაღწია ამ ფასებმა, რომ ყველა კომპანია უკვე ძალიან ისე რისკებს ხედავს ახალი საწვავის შეკვეთაში, იმიტომ რომ არავინ არ ვიცით რა მოხდება უახლოეს პერიოდში. ანუ სანამ საწვავის ფასი არ დასტაბილურდება, რა ფასად იყიდი და შეიძლება რაღაცა პერიოდის შემდეგ გაცილებით მაღალი თვითღირებულების საქონელი საწვავის შემოიტანო, ვიდრე დღეს არის. აი ეს პრობლემაა და ამიტომ გამომდინარე ამ ნაშთებიდან, რომლებიც ნელ-ნელა მცირდება, რა თქმა უნდა, გეტყვით ცოტა პარადოქსულ სიტუაციას და ეს უფრო ასახავს ზუსტად სიტუაციას. ანუ ავტოგასამართ სადგურებზე, ბევრ ავტოგასამართ სადგურზე ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ის არის საბითუმო ბაზარზე. როგორც წესი, მუდმივად პირიქით არის, რა თქმა უნდა. ჯერ საბითუმო ფასია და მერე სათელო ფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები პრაქტიკულად უარს ამბობენ უკვე საბითუმო გაყიდვაზე იმის შიშით, რომ მათ არ გამოამოეწუროთ მარაგი და არ მოხდეს ისე, რომ გაუთავდეთ საწვავი და საკუთარ ქსელებში ვერ შეიტანონ შესაბამისი პროდუქცია. ანუ შეიძლება რაღაცა თქვენ თქვით რომ თქო ადგილობრივ ბაზარზე უფრო საცალო ბაზარზე უფრო დაბალია ფასი, ვიდრე საბითუმო ბაზარზე. აი შეიძლება რამე დეფიციტის წინაშე გავჩნდეთ თუ ახალი პარტიები არ შემოვა თუ სად მიყავართ ამ მსჯელობას? ის იმას ნიშნავს, რომ ამ არსებულ ნაშთებს ყველა კომპანია ძალიან უფრთხილდება უკვე. არ უნდა ნაშთები ძალიან შეუმცირდეს და საერთოდ გაუნოლდეს. აქედან არის გამომდინარე ის, რომ ეხლა დიდი რაოდენობით გაყიდვა საბითუმო ბაზარზე კომპანიებისათვის პრობლემატურია. იმ შიშით, რომ ხვალ ზეგ შეიძლება გაცილებით მაღალ ფასად მოუწიოთ შესყიდვა. ან საერთოდ გაუთავდეთ. აი ამის გამოა, რომ უკვე რაღაცა ხელუხლებელი მარაგის ასე ვთქვათ თემა გაჩნდა.
აი ამ ყველაფერიდან გამომდინარე თქვენ თქვით რომ სულად არ არის სხვა ადგილობრივ ბაზარზე ასახული ეს ყველაფერი შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მოუწევთ მაინც თუნდაც მსხვილ ნავთობ იმპორტიორებს შემდგომ კვირებში იქნება თუ პერიოდში გაზრდა დამატებით საცალო ქსელებში უკვე ბენზინგასამართ სადგურზე ფასების მატება. ხო, ბუნებრივია სიტუაცია თუ არ შეიცვალა და ეს ჩვენზე არ არის რა თქმა უნდა დამოკიდებული არც ქართულ კომპანიებზე და არც ძალიანად ქვეყანაზე სრულიად დამოკიდებულიათ გარე ფაქტორებზე და ნუ ცნობილია ახლა ყველასთვის ეს პრობლემები ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია რაც არის შექმნილი და ამ თვეში მაინც არ ჩანს გადაჭრის რეალური გზები. კიდე ამთავრა ერთხელ ტრამპმა თავის სიტყვით ომი, მაგრამ ეს ერთდღიანი ეფექტი იყო, ცოტა დაიწია ბაზარზე ფასმა, მაგრამ აღმოჩნდა რომ სულად არ დამთავრებულა ომი და გაგრძელდა და კიდე ახალ უფრო რთულ ფაზაში შევიდა, რამაც კიდევ მატება გამოიწვია საწვავის. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც აკრძალვები არ იყო, ჩვენ რუსეთიდან კომპანიებს შემოაქვთ გულისხმობ ბუნებრივი არასანქცირებულ საწვავს. ახლა თქვათ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეიძლება კიდევ დადგეს დღის წესრიგში აი ამ გლობალურ სანავთობო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების ფონზე რიგი ტიპის საწვავის ექსპორტის აკრძალვა. თუ ეს ასე მოხდება, საქართველოს ბაზარზე რა გავლენა ექნება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია ევროპულ ქვეყნებთან ერთად ნავთობპროდუქტების საქართველოსი. კი ბატონო, პრინციპში რუსეთში ეს საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურად იდგა ხოლმე მეტნაკლების სიმძაფრით. და ესე იგი შიდა მოხმარება როცა იზრდებოდა რაღაცა პერიოდულად იკეტებოდა ხოლმე მათ ვერ მოწოდება. განსაკუთრებით ეს ბენზინს შეეხებოდა. ეხლა სიტუაცია ცოტა შეცვლილია მსოფლიო ბაზარზე, მეტი მოთხოვნილება და შესაბამისად დიდმა მოთხოვნამ გააჩინა აწია კიდევ დამატებით დიზელზე. ეხლა საკმაოდ დიდი სხვაობა ბენზინსა და დიზელის ფაშორის. როგორც წესი, ეს უფრო მეტად, უფრო ხშირად ბენზინის ფასება არის ხოლმე უფრო მაღალი და წელიწადობა ამ წუთში მოთხოვნა ისე გაიზარდა დიზელის საწვავზე, რომ ახლობით თითქმის $300 აღემატება დიზელის 1 ტონა დიზელის ფასი ბენზინის ფასს. და აქედან გამომდინარე იმ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ის საკითხი რომ შეიძლება რუსეთმა გაგრძელვები დაგვიწესოს შემოტანაზე სავსებით რეალურია. ეს ისედაც ხდებოდა ხოლმე და ეხლა ამ გართულებულ სიტუაციაში შეიძლება კიდევ მეტი სიმძაფრით მოხდეს ეს ყველაფერი და დაკეტონ ეს და მე რაც ინფორმაცია მაქვს ჯერჯერობით ეს არ მიღებულა ეს გადაწყვეტილება დიზელის მოწოდება კონკრეტულად უკვე ძალიან პრობლემატურია რუსეთიდან კონკრეტულად დიზელზე ბენზინი ისევ შემოდის ჯერჯერობით მაგრამ არც ის არ არის გამორიცხული რაღაც პერიოდში საერთოდ დაიკეტოს მოწოდება რუსეთიდან საქართველოში. აი ამ შექმნილი ვითარების ფონზე თუ კი თქვათ იგივე აკრძალავს რუსეთი ამან დამატებით რა დარტყმა შეიძლება იქონიოს საწვავის ფასებზე თუ კი ისე განვითარდა რომ თქვენ თქვით რომ ბენზინის დიზელის შემოტანა ისეც პრობლემურია თუ კი დამატებითი აკრძალვები დაემატა ფასი რამდენად დააწვება ეს მიმართულებით. ზუსტად ვერ გავიგე კითხვის შინაარსი. ფასი რამდენად შეიძლება გაიზარდოს დამატებით იმ შემთხვევაში თუ კი და დავითავად ლოგიკა იქითკენ მიდის რომ ის ყველაფერი არის იმის ფაქტორი რომ ფასი გაიზარდოს. გაიზარდოს როგორც სოფლიო ბაზარზე, ასევე საქართველოს ბაზარზეც. ეს ერთმანეთზე მიყოლებით ხდება და ეს არის ის ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ამას დიდი ალბათობით გამოიწვევს თუ არ მოხდა რაღაცა ისეთი დიდი შემოbrunდება და ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ფასების
შემცირებას. ბატონო ზალ, გასულ პერიოდში, როდესაც ხდებოდა ხოლმე გასულ წლებში, ვთქვათ, მერყეობა გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის მსხვილი ნავთობიმპორტიორების შეთავაზება მთავრობასთან, ხელისუფლებასთან იყო, ხომ არ ჯობს რაღაცა დაცვის მექანიზმები გქონდეს, მათ შორის აი ეგრეთ წოდებული მცურავი აქციზის პირობებში, ვთქვათ, თუ რაღაცა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასი ნავთობპროდუქტებზე, რომ დროებით შემცირდეს იგივე აქციზის გადასახადი შემოტანაზე ქვეყანაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ესეთ ბერკეტებს უნდა მიმართოს შექმნილ სიტუაციაში მთავრობამ, რადგან სრულიად გაურკვევლობა არის და მკვეთრი მერყეობები გვაქვს ბოლო პერიოდში, როგორც ნახეთ. საკითხი უშუალოდ რა თქმა უნდა მთავრობის გადასაწყვეტია, რაც შეეხება იმას, რომ მოახდენს თუ არა ცვლილებას და ამის შედეგად შემცირდება თუ არა საკონლით მეთღერებულება და შესაბამისად გასახედი ფასი, ორი აზრი არ არის. მარტივი მიდგომაა, ხო, როდესაც საკონლის თეთღერებულებაში, საწვავის თეთღერებულებაში შემცირდება ან სიტყვაზე გაუქმდება ეს აქციზი, ბუნებრივია საწვავის თეთღერებულება იაფდება და ეს ამდენე პერიოდში საკმაოდ ის იქნება, შვება იქნება, მაგრამ რო გითხრათ თუ ამან რაღაც გავლენას მოახდენს რაღაცას, მაგრამ არა რაღაცა ისეთ განსაკუთრებულს, იმიტომ რომ შემადგენელი სიტყვაზე როდესაც არის $1400 ღირს საწვავი, მერე ტრანსპორტი ემატება, მერე აქციზი და დეგეგე, აქციზის ხვედრითი წილი ამაში არის დაახლოებით $150-დან $170-მდე. კი ეს მოახდენს გავლენას, მაგრამ არა ისეთ ხელშესახებს. კი, თქვენი აზრით უნდა იფიქროს მთავრობამ რაღაცა დამზღვევ მექანიზმებზე, რომ აი რაღაცა სრულ პერიოდში მაინც შედარებით არ იყოს დამატებითი წოლა ფასებზე მცირედით კლებისკენ წავიდეს. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს ესეთი გამოსავალი განხილული მთავრობის მხრიდან? რა თქმა უნდა, მათ თუ ამის რა თქმა უნდა შესაძლებლობა არსებობს, ხო, აქ საუბარი გვაქვს უკვე ბიუჯეტთან მიმართებაში, როგორი შესაძლებლობაა, პრობლემა არის და როგორც თქვით, ეს ფასები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, შესაბამისად პრობლემაც იზრდება. ბუნებრივია, ერთი არის საწვავის ფასები და მეორე საწვავთან მიმართებაში რაც არის ყველაფერი დანარჩენი ეს ფასები მიყვება. ერთადერთი ესეთი შემამსუბუქებელი მომენტი ის არის, რომ ლარის კურსი მყარია. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, რომ ლარის კურსი ასევე გაუარესებულიყო, ანუ ლარის კურსი დოლართან გაუფასურებულიყო, კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იქნებოდა. ხო, რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება ფასების რეგულირებაში, მაგრამ ეს ისეთი მომენტია, რომელიც უნდა ყოველ მხრივ უნდა იყოს შეჯერებული, ანუ ბიუჯეტის მონაცემები, ბიუჯეტის შესაძლებლობა და მეორე მხრივ ეს საჭიროება და ეს წარმოშობილი პრობლემა, რომელიც ამ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან შეიქმნა. კი, რა თქმა უნდა. ძალიან მოკლედ ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, ახლა სიახლეს ვქონდა, რომ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი პირველი ქარხანა უკვე ოფიციალურად ამოქმედა საქართველოში, ჯერჯერობით როგორც ვთქვით, ექსპორტზე არის ეს ორიენტირებული, თუმცა სავარაუდოდ უკვე მომავალ პერიოდში არის ალბათ მოსაოდნელი, რომ ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყება გაყიდვები. ამან უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სანავთობო საწვავის ბაზარზე? საერთოდ რა თქმა უნდა, სადაც იმ ქვეყნებში, სადაც არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ეს იყიდება უკვე იმ ქვეყანაშივე, ეს ნიშნავს, რომ მათი თვითღერებულება უფრო იაფია, ვიდრე შემოტანილი მზა პროდუქტი. ეს არის განსხვავება, რა თქმა უნდა. და იმიტომ რომ მათ ამ შემთხვევაში ის ტრანსპორტირებისა და წარმოებლის ხარჯები არ ემატება ისეთი იმით სიმძაფრით, როგორც ამ ქვეყანაში. კი, წარმოებლის თავისი მოგება უნდა დარჩეს ბუნებრივია, მაგრამ ვინაიდან ის იქვე ადგილზე ყიდის, მისი თვითღერებულება და შესაბამისად მისი ფასი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე გარედან შემოტანილი საქონელი. ელოდებით, რაც დადებით ეფექტს თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დაიწყო უკვე ადგილობრივ ბაზარზეც გაყიდვები აქ გადამუშავებული საწვავის. გადამუშავებული თუ ეს იყო მასშტაბში, ასე ვთქვათ, და მათ აიღეს ეს მიმართულება, რომ
მოამარაგონ საქართველოს ბაზარი მეტწილად. ეხლა როგორც თქვენ ვიტანეთ, ჯერჯერობით ორიენტირებული არიან ექსპორტზე. მაშინ ეს კარგად დადებითად აისახება ფასის კუთხით საქართველოს ბაზარზე. უდაოდ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენებისა მომავალ სანავთობო ბაზრებზე და საქართველოშიც. ზალ იაკობიძე, სეტა პეტროლიუმ ჯორჯიას გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და როგორც მოიცნეთ, საუბრობდით სანავთობო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე და თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოში.